კიდევ ორი არასამთავრობო ოცნების ავტორიტარული კანონების ფოკუსში ანტიკორუფციული ბიურო სამართლებრივ, ტექნიკურ და ფინანსურ მონაცემებს სოციალური სამართლიანობის ცენტრისგან და მედიის განვითარების ფონდისგანაც ითხოვს. თუმცა არც ეს ორგანიზაციები აპირებენ ოლიგარქის პარტიის გეგმაში მონაწილეობას და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებენ. მანამდე კი სააპელაციოში უკვე გაასაჩივრეს გრანტების შესახებ მათგან ინფორმაციის გამოთხოვის გადაწყვეტილება იმ არასამთავრობოებმა, რომელთაც სასამართლოს დადგენილებები წინა დღეებში ჩაბარდათ. ორგანიზაციები გეგმავენ შიდა მექანიზმები ამოწურონ, რაც მათ დავას შემდეგ საერთაშორისო დონეზე გაუხსნეს გზას. ნანო ჩაკვეტაძე დეტალებით აგრძელებს საუბარს ანტიკორუფციულ ბიუროსთან ამ წუთებში ასევე მიმდინარეობს საპროტესტო აქცია და მისი მთავარი გზავნილების შესახებაც მოგვიყვება ნანო. ახლა დავიწყოთ საუბარი პირველ რიგში სწორედ იმ საპროტესტო აქციით, რომელიც დაახლოებით 1 საათში ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაიწყება. აქ უკვე ნელ-ნელა იკრიბებიან ჯანმრთელობის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვების ბენეფიციარების მშობლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროს მოთხოვნა სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ პერსონალური ინფორმაციის გადაცემაზე ბენეფიციარების არის ცალსახად უკანონო და საფრთხეს უქმნის მათი შვილების, მათი ოჯახის წევრების ბენეფიციარების ჯანმრთელობასა და სიცოცხლესაც კი. ეს ადამიანები ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროს გავლით ქართული ოცნების ხელში მათი ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები იქნება ეს ფოტოსურათები, მათი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, პირადობის, პასპორტის მონაცემები არ უნდა მოხვდეს ქართული ოცნების ხელში. როგორც გითხარით, ცოტა ხანში დაიწყება რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროსთან მშობლების საპროტესტო აქცია, თუმცა აქციის მონაწილეების ნაწილი, რამდენიმე მათგანი უკვე მოსულია ადგილზე, შეგვიძლია გავესაუბროთ მათ. მეტი ვკითხოთ დღევანდელი შეკრების მთავარი მოტივაციისა და გზავნილების შესახებ. თამუნა იარაჯულია ჩვენთან ერთად, გაბრიელის დედა, ერთ-ერთი ბენეფიციარის. მოგვიყევით პირველ რიგში თქვენი ურთიერთობის შესახებ და თქვენი შვილის ურთიერთობის შესახებ სამოქალაქო ორგანიზაციებთან და გითხარით რა რისკებსა და საფრთხეებს შეიცავს თუ კი ქართული ოცნების ხელში აღმოჩნდება მაგალითად თქვენი შვილის ან სხვა ბენეფიციარების პერსონალური ინფორმაცია. მოკლედ მე მგონი საზოგადოებამაც ძალიან კარგად იცის და იმ პირებმაც ვის გამოც ხა აქ მოსული ვარ და დაგვანებეთ ხალხო თავი, აი რაღაცა წმინდა შეგვინარჩუნეთ, ქვეყანა წაგვართვეს, ყველაფერი ყველანაირი უფლება წაგვართვეს და პირადი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა არის ალბათ ერთადერთი საფუძველი იმის, რომ აქტიური ადამიანები გაგვაჩერონ, თუნდაც არააქტიური, მაგალითად რომელიმე ბავშვს, როდესაც არ ეკნება საკვები ან საჭმელი ან მედიკამენტი ან ვერ მიიღებს სამედიცინო სერვისს, ამოუღებენ დედას ბავშვის ისტორიას, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა, ან საჯაროდ გაურცელებენ, ან რაღაც. წარმოუდგენელია დედამიწას ორბიტას წყვდებით და ადამიანის უფლებები არის საერთოდ არ ვიცი გათელილი და არ დაუშვებთ ამას, რომ ჩვენ შვილებზე აი ესე ფეხებით გადაიაროთ, გააუქმოთ ინკლუზიური სამართლობა და გააუქმოთ ყველაფერი, რაც კი ადამიანის უფლებებზე აშენებული. დიდი მადლობა. თქვენს გითხარით, რა მოტივაცია შეიძლება იდგეს სინამდვილეში რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროს ამოთხოვნის მიმართ, როცა ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო ორგანიზაციებს, დონორ ორგანიზაციებს თხოვს ბენეფიციარების პერსონალური ინფორმაციის გავრცელებას. თავად რაჟდენ კუპრაშვილმა თქვა, რომ ასეთი რამ ანტიკორუფციულ ბიუროს არ მოუთხოვია, ის მარტივად ამხილეს ტყუილში, წერია გარკვევით იმ სასამართლო ბრძანებაში, რომ ის ითხოვს პერსონალური ინფორმაციის გადაცემას. რას ემსახურება ეს ყველაფერი, როგორ გონიათ? პირველ რიგში ეს ყველაფერი ემსახურება მაქსიმალურ კონტროლს. ყველაფერი მიდის იქითკენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მაქსიმალური კონტროლი მოიპოვონ ქვეყანაზე და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებზე. ჩვენ აქ მოვედით არა მხოლოდ ჩვენი შვილებისთვის, ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროება ყველა ნორმალურ ქვეყანაში ისჯება კანონით. კანონი იცავს ადამიანებს განვითარებულ და ნორმალურ ქვეყნებში, რომ მათი პერსონალური ინფორმაცია იყოს დაცული. პერსონალური ინფორმაციის მოპოვება და მერე გასაჯაროება შეიძლება ძალიან ბევრნაირი მიზნით გამოიყენონ. შეიძლება დაშანტაჟებისთვის გამოიყენონ, დაშინებისთვის გამოიყენონ და ყველაზე მთავარი ის არის, რომ მაქსიმალური კონტროლი უნდათ ადამიანებზე, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ. დაუშვებელია და წარმოუდგენელია მართლა, რა ვიცი, აი თავგასულობის რა დონეზე არიან მისულები უკვე ეს ადამიანები, რომ ბედავენ იმას, რომ ქვეყანაში სადაც უამრავი ადამიანი სხვადასხვა სერვისს იღებს და მათ შორის არის ისეთი კეისები, რომლის გამჟღავნებაც არ ვიცი უბრალოდ რაში ჯდება საერთოდ და
ის რასაც წესით კანონი უნდა იცავდეს, ამათ მიიღეს კანონი, რომ ეს ინფორმაცია გასაჯაროვდეს და მოვედით ჩვენი შვილების დასაცავად და ზოგადად იმ მოქალაქეების დასაცავად, რომლებსაც ემუქრება ეს პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროვება. დიდი მადლობა თქვენს კითხავთ თუ შეიძლება. სამოქალაქო ორგანიზაციების პოზიცია ვიცით, მათ თქვეს რომ არ გავტეხთ პირობას ჩვენი ბენეფიციარების, მათი ოჯახის წევრების წინაშე არ გავცემთ პერსონალურ ინფორმაციას, არ გადავცემთ რაჟდენ კუპრაშვილს. როგორი უნდა იყოს და უნდა იყოს თუ არა პრინციპში სწორედ ასეთი სამოქალაქო ორგანიზაციების პოზიცია და რა გაქვთ სათქმელი იმ ადამიანებისთვის, რომელთა ხელშიც ახლა არის დაცულად ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე თქვენი შვილების პერსონალური ინფორმაცია. მოგესალმებით. რა თქმა უნდა, ძალიან სწორი პოზიცია სამოქალაქო სექტორის მხრიდან და ჩვენი პოზიციაც ასეთია. მე თავად წარმოვადგენ დაუნის სინდრომის ასოციაციას და არ ჩვენი ორგანიზაცია არ აპირებს არანაირი პერსონალური ინფორმაციის გაცემას და არც იმას ვაპირებ, რომ ჩემი შვილის ინფორმაციის შესახებ ესე გაიცემოდეს სხვადასხვა უწყებებში მასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ხო? მაშინ, როდესაც ქვეყანაში გვაქვს პერსონალურ მონაცემთა შესახებ დაცვის კანონი და როდესაც რუსულ კანონთან დაკავშირებით იყო განხილვები და ნებათა ღელვა, ზუსტად ამას ვამბობდი მე, რომ იმ კანონში ჩანაწერშივე არის პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ საკითხი და როდესაც ეს საკითხი იურისტებთან დავაყენე, მათ შორის სამთავრობო განხილვაზე, მითხრეს, რომ ეს კოლიზიაში მოვა ამ კანონთან პერსონალური ინფორმაციის დაცვის და ამ შემთხვევაში ეს კანონი იქნება უპირატესი, ანუ პერსონალური ინფორმაციის დაცვის კანონი, ხო? მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ჩანაწერი რო გაჩნდა, ის აუცილებლად თავის საქმეს გააკეთებდა და დადგა კიდეც ეს დღე, აღარავის არ ახსოვს ის კანონი, რომელიც იცავს პერსონალურ ინფორმაციის და რაჟდენ კუპრაშვილის განაცხადი უფრო და მოთხოვნა უპირატესი გახდა, ვიდრე კანონმდებლობა. რაღაც აბსურდში ვართ ყოველდღიურში, ანუ კანონი აღარ კანონობს, რაღაც ახალი გამოწვევებია ყოველდღე, ყოველდღიური სტრესი, ყოველდღიური შიში, რომ არ ვიცით რა და როგორ იქნება და ვერავის ვერ მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი პერსონალური ინფორმაციით აქეთ-იქით იარონ და ეს გამოიყენონ ადამიანების წინააღმდეგ. თქვენს კითხავთ. კიდე ერთი რაღაცის დამატება მინდა, ანუ გარდა იმისა, რომ მაქსიმალური კონტროლის მოპოვება უნდათ, აი ხო დაიწყეს ჯერ 4 ორგანიზაციას მოთხოვეს პერსონალური 7 ორგანიზაციას გაიზარდა. ხო, ანუ ამით გაზრდიან დაპატიმრებული ადამიანების რიცხვსაც, იმიტომ რომ თუ ისინი უარს განაცხადებენ ინფორმაციის გადაცემაზე, იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელებს აღძრავენ საქმეს და დაიჭერენ, ანუ კიდევ ერთი მექანიზმი შეიმუშავეს ადამიანების დაპატიმრების. დიდი მადლობა თქვენს კითხავთ თუ შეიძლება რა წერია თქვენს პოსტერზე ეს გითხარით, ალბათ თქვენი მთავარი გზავნილი დღევანდელ აქციაზე ეს იქნება და რას კარგავენ ბენეფიციარები იმ შემთხვევაში თუ კი მათ შეეზღუდებათ სამოქალაქო ორგანიზაციებთან, დონორ ორგანიზაციებთან, გრანტებთან წვდომა ეს გითხარით, თქვენი ოჯახის წევრი როგორც ვიცი ბენეფიციარია და თქვენს გამოცდილებაზეც მოგვიყევით მოკლედ. ხო, ჩემი მთავარი გზავნილი ეს არის, რომ რაჟდენ კუპრაშვილს მოვუწოდებ, რომ ხელი გაუშვას ჩვენი და ჩვენი შვილების პერსონალურ ინფორმაციას, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია არის განსაკუთრებით დაცული ინფორმაცია, რომელიც ბავშვებს ეხება, მით უმეტეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ეხება და ჩემს შვილს აუტიზმი აქვს და შესაბამისად ეს ინფორმაცია განსაკუთრებით დაცულია და ამიტომ არავის არ აქვს უფლება, რომ ამ ინფორმაციის ასეთი ფორმით გამოთხოვნა, როდესაც არავის ასე ვთქვათ, სიცოცხლე რისკის წინაშე არ დგება, ან რაიმე სხვა ისეთი განსაკუთრებული მდგომარეობა არ არსებობს, იმ მიზნით, რა მიზნითაც ახლა ითხოვენ ამ ინფორმაციას, რაც არის სავარაუდოდ პოლიტიკური ანგარიშწორება, ამ ორგანიზაციების გაჩუმება, ამ ორგანიზაციების გაუქმება, დახურვა, ხო, აი ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. რაც შეეხება იმას, რას კარგავენ მოქალაქეები, ეს არიან ორგანიზაციები, რომლებიც ყველაზე მოწყვლად ადამიანებთან მუშაობდნენ აქამდე. ეს არიან ორგანიზაციები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან, ქალებთან, პირებთან, არ ვიცი, სექსუალური ძალადობის ასე ვთქვათ, მსხვერპლ ადამიანებთან მათ შორის მუშაობდნენ. ეს არის უკიდურესად მგრძნობიარე და სენსიტიური შემთხვევები. ამ ადამიანებს სხვა მომსახურებები როგორც წესი ქვეყანაში არ აქვთ, გარდა აი ამ ორგანიზაციების მომსახურებებისა. დღეში უამრავი შემთხვევის შესახებ ვიგებთ, როდესაც ადამიანებს ჭირდებათ მხარდაჭერა და ისინი ვერ იღებენ ამ მხარდაჭერას სახელმწიფო უწყებებისგან. და სწორედ აი ამ ორგანიზაციებისგან იღებენ აი ამ მომსახურებებს, სასიცოცხლო მომსახურებებს. და ახლა ესე იგი ვდგებით იმ რისკის წინაშე, რომ ეს ადამიანები ვერც ამ ორგანიზაციებისგან ვერ მიიღებენ მომსახურებებს და ვერც მათ ვერ მიმართავენ.
დიდი მადლობა. პოსტერი გაშალეს მშობლებმა არ გასცეთ ჩემი და ჩემი შვილის პერსონალური ინფორმაცია. სწორედ ეს არის მათი მთავარი გზავნილი რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროს მიმართ, პირადად რაჟდენ კუპრაშვილის მიმართ. მე კი აქვე გეტყვით, რომ გაიზარდა იმ ორგანიზაციების რიცხვი, რომლებსაც სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, გაურკვეველი სამართლებრივი საფუძვლებით, რაღაც შერეული, ეგრეთ წოდებული თითქოს ბრიტანეთის ანალოგის კანონების საფუძველზე მიმართა რაჟდენ კუპრაშვილის ბიურომ უკვე 7 სამოქალაქო ორგანიზაციას და მოითხოვა მათგან ბენეფიციარების პერსონალური ინფორმაციის გადაცემა, ასევე გრანტების შესახებ ინფორმაციის გადაცემა. როგორც გითხარით, 7-მდე გაიზარდა იმ ორგანიზაციების რიცხვი, რომელიც სავარაუდოდ პირველ ეტაპზე რაჟდენ კუპრაშვილის ბიურომ და ქართულმა ოცნებამ სამიზნეში ამოიღეს. ბოლოს უკვე გუშინ მიმართეს კიდევ 2 სამოქალაქო ორგანიზაციას, ეს არის მედიის განვითარების ფონდი, ეს არის ასევე სოციალური სამართლიანობის ცენტრი. ასევე კიდევ არის 5 ორგანიზაცია 18 ივნისს მათ გაეგზავნათ სასამართლოს ბრძანება ანტიკორუფციული ბიუროდან. გეტყვით ამ ორგანიზაციების შესახებაც, ეს არის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, ეს არის საფარი, რომელიც ქალთა უფლებებს იცავს, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ასევე საქართველოს მომავლის აკადემია. ამ დროის მონაცემებით 7 ორგანიზაცია ანტიკორუფციული ბიუროს სამიზნეში, მათ უკვე საქმე სააპელაციო სასამართლოში მიაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ოპტიმისტური მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო მათ სასიკეთოდ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, საქმე მაინც სასამართლოში წავიდა. რა თქმა უნდა, არავით არ იმედი იმისი, რომ სააპელაციო სასამართლო რამე შეცვლის პირველი ინსტანციის სასამართლოს ბრძანებაში, ამისი იმედი არ აქვს, მაგრამ ყოველი შემთხვევაში შენის გავასაჭივრეთ გრანტების შესახებ ინფორმაცია ზოგადი და ასევე კონკრეტული საგრანტო ხელშეკრულებები ჩვენს დონორებთან ეს დევს ჩვენს საიტზე. აქედან გამომდინარე, ამ კუთხით დასამალი არაფერი არ აქვს. ნებისმიერ, ასე ვთქვათ, ნორმალურ ქვეყანაში ეს ინფორმაცია ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის მოთხოვნით მიზნით, ესე იგი, ანტიკორუფციულ ბიუროს დააკმაყოფილებდა, მაგრამ ანტიკორუფციულ ბიუროს ეს არ აკმაყოფილებს, იმიტომ რომ მან უნდა რომ გამოგზავნოს ყველაფერი, მათ შორის ინფორმაცია ჩვენი ბენეფიციარების შესახებ, მას შეუძლია მოითხოვოს ყადაღის დადება, მას შეუძლია გადააგზავნოს საქმის მასალები პროკურატურაში, რომ პროკურატურამ ფარასაფუძველზე დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, ორგანიზაციის, შესაძლოა ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგაც. ამისთვისაც ყველაფრისთვის ჩვენ მზათა ვარ და აგერ ვნახოთ აბა რას იზამენ. ჩვენ ვაპირებთ უშუალოდ არსებით დავასთან დაკავშირებით სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას ადგილზე თუ საერთაშორისო დონეზე და ბუნებრივია რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ჩვენს ბენეფიციარებს უთხრათ იმ ადამიანებს ვინც ნდობას გვიცხადებდა, ვინც დამოკიდებული იყო ჩვენ სამართლებრივ და უფლებადაცვით მხარდაჭერაზე, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი პირადი ცხოვრება, მათ შორის განსაკუთრებულად დაცული ინფორმაცია, ხო, რომლის გამჟღავნებასაც ანტიკორუფციული ბიურო გთხოვს, დავიცვათ. ის, რასაც ჩვენი მეგობრები და კოლეგები და ჩვენი წევრები აკეთებენ მთელი ცხოვრების მანძილზე, ის ბენეფიციარის ინტერესები, მათი დაცვა და ჩვენები ამას ისევე გააგრძელებენ. გამოიყენებენ, რა თქმა უნდა, ყველა სამართლებრივ რეჟიმს, მაგრამ ის ცდილობა, რომ დაამკვიდრონ საქართველოს რეალობაში და ჩვენთვის რუსული, ბელარუსული ყაიდის მექანიზმი ჩვენთვის ყოველთვის მიუხედავია. 18 ივნისს გახდა ცნობილი, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებს რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროდან თითქოს სასამართლოდან ბრძანების საფუძველზე გაეგზავნათ მოთხოვნა, რომ გადაეცათ ბენეფიციარების პერსონალური ინფორმაცია. სამოქალაქო საზოგადოებამ მტკიცია და ერთიანი თავის პოზიციაში ისინი ამბობენ, რომ არ გატეხენ პირობას, რომელიც მათ აქვთ ბენეფიციარებთან, ბენეფიციარების ოჯახის წევრებთან და შესაბამისად არ გადასცემენ რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროს თავიანთი ბენეფიციარებისა და გრანტების შესახებ პერსონალური ინფორმაცია. აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ სხვათა შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაგალითად ბიძინა ივანიშვილს 2024 წლის ბოლოს ევალებოდა, ჰქონდა ამის ვალდებულება, მაგრამ არ შეუსია თავისი ქონებრივი დეკლარაცია. ალბათ ბევრია ასეთი ქართულ ოცნებაში, თუმცა ვხედავთ, რომ მაღალი ალბათობით გამჭვირვალობა საქართველოს ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ შეუსია ეს ქონებრივი დეკლარაცია. მან თავი აარიდა ქონებრივი დეკლარაციის შევსებას ამ ადამიანებისთვის, აქ შეკრებილი ადამიანებისთვის, ასევე
სამოქალაქო სექტორში ნაკლებ სავარაუდოა, რომ რაჟდენ კუპრაშვილი, რომელიც ითხოვს ბავშვების, ქალების, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების, მძიმე ჯანმრთელობის დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და ქალების პერსონალური ინფორმაციის დაუყოვნებლივ გამოთხოვა სამოქალაქო ორგანიზაციებიდან, მაგალითად დაინტერესდება, რატომ არ შეავსო ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონებრივი დეკლარაცია.